ეხა მოგლეჭი აღარ. $10 დოლარი გადავისხადეთ. აი, გემისას ყალო. თუ ამ ვიდეოს უყურებ, ესე იგი იცი რომ ძრავი ჩავიტანე და ეს ჩვენი ძრავის ჩატანის სპეცოპერაცია გამოდგა. წინა ვიდეოს ვინც უყურეთ, ყველა მიხვდებოდეთ რომ ტექნიკური მანქანით დავიჩაგრეთ. იქ და ეხა ახალ მანქანას უშვებთ, თან ძრავს ვაყოლებთ. ამისთვის მადლობა მინდა უთხრა. პირველ რიგში ჩვენ ფედერაცია, სპორტის სამინისტროს, ჩვენ სპონსორებს კროკოს, ასევე ჩვენ სპონსორ ელფს. ელფის ზედზე წინა ვიდეოში გესაუბრეთ რომ წრევები უჭირავს. ეხა უკვე ამ მანქანაში ჩავას და ამ მანქანა უნდა გაიაროს სადღაც 20,000 კილომეტრი. ესპანეთში უნდა ჩავიდეს და ჩამოვიდეს. ეხა მიდის ბათუმში. ბათუმიდან გემით უნდა გადავიდეს ბულგარეთში და ბულგარეთიდან 4,000 კილომეტრი უნდა გაიაროს ესპანეთთან და მერე პრინციპით იქ უნდა იაროს ხან მადრიდი, ხან ვალენსია, ასე შემდეგ და მერე უკვე უნდა წამოვიდეს. ზედს არ შევცვლით. ნახოთ რამდენს გაი 20,000 მინიმუმ გავატარებ და ზედს არ შევცვლით. არ დავამატებთ. ეს იქნება ყველაზე მაგარი ტესტი. ეს მანქანა კი კაი გამოვიდა გარედან, მაგრამ თავარი რაც აზრიდევს არის ძრავი, შიგნით LSX-ი, გადაწყობილი, გამზადებული. იმედი ამჯერად არ გვიღალატეთ. თუ ამ ვიდეოს უყურებ, ესე იგი არ გვიღალატა. იმიტომ რომ თუ გვიღალატებ ამ ვიდეოს არ დავდებდით, ასე რომ უკან არის ესეთი დაბმული LSX-ი. ჩვენი მთავარი მისია არის ამ მანქანამ ჩაასწროს იქ ძალიან შეზღუდული დრო გვაქვს, იმიტომ რაღაცა გემი გავმაზეთ. ორშაბათს უნდა ჩავიდეს გემი წესით ბულგარეთში და ორშაბათიდან 4,000 კილომეტრი რო გაიაროს ამ მანქანას აქვს სულ რაღაც დღე-ნახევარი. იმედია გაიულის და ჩვენ რო ჩავართ იქ გამზადებული დახვდება. ჩვენ ჩავფრინდებით იქ იმ ძრავს ამოვიღებთ და უკვე დავხვდებით ამას. ეს საქართველოსთან ეგრევე შემოვა ბოქსებში იქ რო ეგრევე მარშრუტა გაჩერდება და ძრავს ავიღებ და ჩავაგდებ. ასე რომ კიდე ერთხელ გაგიმეორებ ამ ვიდეოს უყურებ. ესე იგი ყველაფერი კარგად არის. წავედით. ჩამოვიდი ბილბაოში. ძრავმა ჩამოგვასწრო, ეხლა ღამე ჩამოვიდა. ჩამოგვასწრო, არა ჩვენ ჩამოვასწრა ეს უბრალოდ ეხლა ცოტა გამოვიძინეთ და მანქანა მივიდა. პრინციპიც აგვიყენია, ეკლესიამ შეგვიფარა ესე რომ თქვა და ეკლესიის ეზოში გავაჩერეთ ეს ორი დიდი მანქანა და პრინციპი ეხლა აქედან უნდა დავიწეროთ, ძრავი უნდა შევცვალოთ. თქვენც რა თქმა უნდა გამოყვებით. აქვე შეგახსენებთ რომ არხის წარმოდგენია სპორტული საინფორმაციო პორტალი კროკოჯი. ჯერ ჩვენ საწყობში უნდა მივიდეთ ჩვენი სლიკები ყველაფერი უნდა ავიღოთ, ჩავალაგოთ. მე უნდა წავიდეთ, ძრავი უნდა შევცვალოთ. მე იქიდან უნდა წავიდეთ მადრიდში, სხვა ტრეკზე, სადაც ეს მანქანა 85 საფრანგეთიდან ჩამოვიტანეთ და უნდა გადავანასტროიკოთ. დავქოქოთ და იაროს და შემდეგ უკვე უნდა გადავიდეთ იმ ტრეკზე, რომელზეც შეჯიბე ტარდება მადრიდ ჯარმაზე. დილის 6 საათია და შუა ბილბაოში ვეზიდებით საბურავებს. Tranquilo. მე ვფიქრობ ფარდები უნდა წავიღოთ რა. ეს არის კარიქს დრიფტის ჩემპიონი, რომელიც 3 საათია გამოდის იმიდან. ეხა ამას ვააწყო, ხალხო, მე წინათ ვარ გეუბნები. სორთებია და ჰარდებია. საბოლოოდ ვეჭიდებებით ჩვენ ვიტო მას. წინაზე ისეთი დავკომპლექსით აგერ ზმაო. ხა მეორე ლეველი, მესამე იქნება მაგ. Šveicares agabis, kartvelები ნახე რა. Muchas gracias. ეხა ნახე. ფოტოსში ჩაუ. ისეთი ვიდეოს ვიწებებით მაგარი გაზაობა. გადა. ნახე. იმენა დაკიდა, ხო? ასე. ეხა რასგული რა. იმაში ჩავდები. აეროდინამიკურ ზონაში ვიყავი. всё. დათმო.
Profesional. Au Galandia mimena gamitra. Почему это не я? Зачем автобус ბიჭო ამან? ჩემი ავტობუსი უნდა აწყოს ჯერ. შენი ყავს აქ. ჰა? გაპარკინგებულია просто მან. მომენატრა. რა მომენატრა? ახი ანგელოზი ბიჭო. ეხლა ზრავი უნდა შევცვალოთ სხვა და ეგრევე მადრიდი ტრეკზე უნდა წავიდეთ რა. ოპა. აუ არა მიყვარს ეს მანქანა რა. ჰაფუჩებული ძრავი, ჰაფუჩებული. კაი, ეხლა წამო მე პრინციპი უსალმე უნდა მივაყენოთ. თუ გინდა პრინციპიანად შემოვარ ზადანი, ბრალ მე პროფესიონალი ვარ. აქ არის დრიფტ გარაჟი ესე ვთქვა. ჩამოსულები ვინც ვართ? ემიგრანტები და ან აქ ინახება ეს არის და კიდე მეორე გარაჟი. ამან წინაზე პრინციპი გქონდა, პრინციპი არ ყოდა. ეხლა ვიყიდეთ პრინციპი ახალი მარშრუტი ყოს, ეხლა უკვე დიჟენიაში ვარ, სერიოზული ამბებია. Vamos! Подъемники моксешич. Хата, о, раჯიგრებია. Muchas gracias. Კაი, ეხლა მანქანა უნდა შემოვიყვან. აი, გიკოსთვის არის კაკას, გიკოს ზობა, მოდი. დავай. გაიყვანე გიკო, მოდი რა. No, randa. Давай, დაჯი. მიდი მე მოგაწევ. ნახე, დაინტრა. ვამბობ, არის ის ტექნიკան ტარება, არის. ნელა. ნელა. დავай, შო. ამა კი არის ლევანას ბრატი რო არა? ამით მაშინა დაიჭირე შენ. დავაი, 1 2 3. ის ვარ, რა ქვია? შო არ უნდა მეტი შეშ. ოკეი? უნდა ვატარებინოს ეს უეჭველი ბრა. მეცმი. კი და აქ დავდოთ მატოვი რა. აბა. აჰერა მოწყდა. ნახე მილებია. ბიჭო, ინტერკულერი ხო არ დავამატოთ და წამო ხომ მანქანა გადმოვიყვან. ტრაფები უნდა ვიყოს რაც შეიძლება. სტადიონი არის. ხო. უფრო მალე წავა. გამოტებს დავაძლევ და უნდა გამოვიდეს. მოვიდა უფროსობა. რა არის რო არ მიმტავრეთ მანქანას? Eso es bueno.
ჩამოვიდა ესპანეთში და ყველგან ელფია რა. ჩვენ მანქანას ვადასტურებთ. ჩიკაგოს ბუჩკები დებს. ჩვენც ელფი ვართ. ყველაფერი ელფია, აქ ასე რომ სწორ გზაზე ვართ. გაჩერე მე. გადააყენე. ეს რაღაცა კაუნტერის მაპი არის ერთი მონიტორი. იმენა old white. აი ჩაიდგა ბიჭო. ახლა? ხო. დელტა ბიჭო, ვიცი რა დაობებული თეთრი. იკო. შენ კევარ გაკი? ან ჟილიპონი ერთი. კევარ გაკა ჟილიპონი. ყველა ის მაგა ჟილიპონი. ჟილიპონი არ გაგუჩი. ოკეი, ამ ფლატმეკია. მაგრამ როგორც ვივარაუდე თელი ტრეკი ჩვენ გაგაგულებაში. არა, ბიჭო, აი მამა დაარი. ტრეკზე ჩამოვიდით, მანქანა დავქროკეთ E85-ზე. ეხლა მას შევიდე პირველად გავიარო ტრეკზე. სლიკებით. იმედია ვერ წყვილს სლიკს მაინც დავწავ. არა, ეხლა ოპტიმისტურად ვარ. გელაშვილი გვინასტროიკებს ახლა მანქანას და ისე დაემთხვა რომ ჩვენ რო საქართველოში ვართ ხოლმე ამერიკიდან გვინასტროიკებს და ეხლა გელაშვილი საქართველოში ჩამოვიდა ჩვენ კიდე ესპანეთში წამოვიდით და ეხლა საქართველოსთან ესპანეთში გვინასტროიკებს რახან E85-ზე გადავედით ეხლა ცოტა დიდი ხანი გვინდა ტრეკზე პატივი გწეს უფასოდ შეგვიშვეს რავი შედითო დანასტროიკითო როგორც გინდათ იარეთო რავი მაგარ პატივში ვართ ეხლა თავარია რომ ვიაროთ უბრალოდ რა რომ გავზრდ ეხლა დავждები ვნახავ მაინტერესებს მანქანა სლიკებზე როგორ დადის და მე E85-ზე პატარა ჩემპიონშიპებმა რას აკეთებენ შენი ნაკები ტექნიკოსები? აღარ დაუცხადეთ აქ რა. უბაღი პატარა პრეზიდენტი. აქ რა ხდება? ესეთი იყიდე? ჰა? $10 დოლარი გადავისყადეთ. აი, გემისას ყალო. რა მიწერია? ო. ჩაი 200 ბოა. აი, მართლა რა ხდება? მაგალ არ იტყვა და გვერდებს ტრით რო ავიდეთ რა მუსიკის მასაკეთებს როგორც ყოველთვის. გომარა რა ხედი სპონსორი? ვაჭროა.
აი დავჭირე. აქ ჩემი ავტობუსი და შემოვიდოდი, ხო? მომენტი. მაგის ავტობუსი შენ მაგის ავტობუსი ამაზე. მოვედი ტრეკზე მადრიდში circuit Madrid-ო დეჯარმაზე აქ ეხა ჩვენ ევროპის რო წვიმდა კარავი გვაქვს პატარა ესეთი კემპინგის კარავი გვაქვს ტრაილერების რო არიან ესენი და ეგრევე ბოქსი მოქცეს ანუ როგორ ხდება იცი ვისაც ტრაილერი ყავს და თავის ეს შეფუთვაგდეთ ის ალკედგება გარეთ ღია სივრცეში და ვისაც პრინციპზე არა გადაფარებული ბოქსს აძლევენ რა ჩვენ ორი შეუშვეს ბოქსში ჩვენ მარტო შემოგვიშვეს აქენ გვერდზე საბურავების გამოცვლა გვაქვს იქით დუში რამე ყველაფერი გვაქვს ეხა იქით ავხდი ეგრევე სტოპზე ვართ რა ისე კი არ ვარ აქ ეხა წინა რახან მოვიდა წინა პასუხს ქვემოწევთ რომ წინ მეტი მოჭიდება იყოს ეს ამდენი ხანი რაც ვასწორეთ სლიკები რო დავაყენეთ ყველაფერი შეიცვალა ცხვრის ერევა საბურავი ერევა და ცხვრის და ეხა რომ მიდიხარ რუსა იღებ და ესე მიდი არ უხოს ეხა ყველაფერი უნდა გადავაკეთოთ ისე ახლიდან აი ეგრევე $1,000,000 ნამდვილ MotoGP-ის იმაზე ვარ რა ქვია პიტსტოპზე რა ამიდები როგორია? სუწვიმა არის, წვიმა სიმართლე გითხრათ გვაწყობს ჩვენ, ატმო ვართ. აქ ატმო არავინ არ არის. ხო, არა, კომპრესორი არის, ყორვეტი თუ ჩამოვიდა, მაგრამ იმას თავის გასაჭირი აქვს, თავისი ომები აქვს. ასე რომ ნახოთ, ეხლა ტრეკზე არ გვიშვებენ ჯერ. თან თქვენს თუ დღეს ბრიფინგი არ იქნებაო. ეგ ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ვიდეოში მაქვს ნატო ნახ სიმულეგზეც არ მითამაშია ეს ტრეკი რა. ეხლა მანქანა უნდა დავათვალირო ტექნიკურად. E85-ზე გადავედით და ეს მიხარია ეს სტიკერი. აი ეს E85 სტიკერი. E85 და კიდე რაც აქვს. E85 და ეს სლიკი. ამას ბიჭო გაიკას. ია მუშაობს. ეს არის ფინიში. ხო? ახლა გადაწყვეტა მე იქეცება იქ. ცა დააჭდება ეს. სამი შვიდზე მე მგონია რომ მე მეორეში ჩამოსვლა და მესამედა. მე აქ მესამე სამშვიდი ვერ გაიგე. That's why if you take these two, you can. For you, just stay on the left. Yeah. And when you initiate, look at the one in the middle. Okay. Done. Thank and you. The first corner done. No problem. Enjoy. არ არის გითხარი. კაჩენგო. არ არის. ტაჩენგო არ არის ხო? მეც მაგას ვამბობდი, მამას ხო მაგას. პირველი. ეგრევე სპირის იქნება. ხო. მავის ასამბობდა აიღებო და მე მაგას გამორიცხულია. დაგრუზო რა შემოხვალ.
knows at this moment that he knew. He fucked up. ეს უშკა აქვს დაღუნული. ეს ამოგლეჭილი აღარა. აი, over ვიშოთ, მაგებს ვერ გავასწორებ, ხო? აი, კიდე ჩახსნა და ყველა ენერგია უნდა დავყავო. იმიტომ რომ აი ესეთი ნაგუსკა. რა? გადაჭერი. ეს ბარა. ეს თავი რო დავადუღოთ აქ. ანუ ამისგან ეს გააკეთეო. ამის მოგეწო ეს დააკეთე. ესა. პატარა. სასწაული ტრაილერი რო ყავს ის კაცი არის. Amaz utvērta oh, but main thing is we don't know how to. You will help us? Yeah. Thank you, bro. Sanjigari. So you are living now or are you going to be here? I live here for trailer. Ah, okay. We're going to live here. So. Yeah. Guys, that is okay for us. ამის პირველი საათია. დაცარიელებულია პარკი და ჩვენ აქ ყველაფერს ვცდილობთ, რომ ხვალ კვალიფიკაციაზე ვიდგეთ. ვარჯიშს დიდი ალბათობით ვერ ვასწრებთ. აბა რას ფიქრობ ჩვენ ექსპერიმენტზე გამართლებს? დიდი 4 საათია.
კაბე უკიდია გაიტასა. დილის 5 საათია და გაგვიწვინდა. ჭები ისე ვაგრძელებ იმპერატორის. ში გათენდა კიდეც და უკვე ვაყენებთ ფეისბუქის აღდგენილ ნაწილს. Radiatori isიც ვაისოდ. რა გვაქვს sacar 2 ruedas fuera, pues te has comido un 0 y los jueces son implacables. Vamos con la segunda pasada de clasificación de Irakli, el piloto georgiano que es el vigente campeón de Georgia, que está probando en la competición en España. Lo estamos viendo que se dejaba un poquito lejos de la caja puntuable. Un Irakli que tuvo muchos problemas en el circuito Antonio Vadillo, de hecho no pudo disputarlo. Y ahí lo estamos viendo en su segunda pasada de clasificación. En la primera pasada me parece que tenía... Creo que a lo mejor sí que tiene puntuación. Van a ser 53 puntos. იმან 25 ქულა ავიღებ სელიკა ჩვენასაში. Საკაია, ტრიბუნაზე რო ვარ და დავდივარ. სარი ვისაც ხვდებით და 52-ში ეუზა-16-ია 50 ძალიან გამოცდილი პილოტი არის, დრიფტ მასტერსეც დადის. ესეც ვიცეკი. No le veo tampoco más allá de los muros. No tiene tanta complicación técnica, es un 8 Polonia. Sí. Pasa es que mola muchísimo porque es un estadio. Exacto. Pero aquí te estás tirando a, yo creo que bastante más velocidad que lo que se tiran ahí en Polonia. Madre mía, mira ahí, Rodrigo Gallo. Parece que Irakli Salikashvili me ha escuchado y parte interior. Está corriendo mucho. El MT de Salikashvili se sale. Se sale Salikashvili. Parece que ha recuperado y Gallo por la parte de dentro le intenta ganar algunos metros. Vaya batalla internacional de Argentina contra Georgia, madre mía, qué de kilómetros hay entre los dos países. Se saludan a la que pasa la siguiente ronda, o si es que hubiese un empate. Bandera arriba del PSP, vuelve a ser one more time. No lo tienen claro los jueces, one more time. No lo sé, la verdad, no tengo esa información todavía. En cuanto la tenga Borja, sabes que seremos los primeros en compartirla. Vamos a ver ahora la segunda batalla, este one more time entre Rodrigo Gallo y Irakli Salikashvili. Iniciaba raro Rodrigo Gallo, parecía que sacaba 2 ruedas fuera. Vamos a verlo, cómo lo valoran eso los jueces. ¡Vamos ¡Ay, ay, 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 ay! Se va contra el muro Rodrigo Gallo. ¡Ostras, Alberto!
Ha hecho un culo morro ahí muy feo, Rodrigo Gallo. Que ha estado compitiendo en el extranjero, piloto que ha estado representando a Argentina en los FIA Motorsport Games. A los mandos de este BMW E36 con motor de M3 Turbo, que rara vez le hemos visto tener golpes y accidentes. Ahí lo veíamos, qué seco. Zat dasvitsi, imena dasvitsa. Ეხა ბაირანზე რატო არ გაგიწევ? არ შეიძლება რომ დაიწყო, არ გაგიწევ. იგი რო დავდექი შეჩემა იმანი ხელაბოლი დააყენა მანქანა შემომივიდა ბოლი რომ მივედი კარებს ვერ ვაღებდი ო ერთი ვიღაცა შიქნა ჩამოიხედა ჩემი რა ჩამოხედა არის შაბათი დღე ივენთის წინა დღე არის და ხალხის რაოდენობა Top 32 გადავლახეთ ძივძლიობით, იღბალიც დაგვეხმარა და ხოლმე ცოტა იღბალი უნდა მოგვეხმაროს, თორე ისე დღეში ვარ, რომ არ ვიცი რა იქნება, როგორ იქნება, ხო შევჭამ და დავიძინებ, თუ დავისვენ. брат, გილოცავ და რუსულად სანამ ღრე პარჩოვა ქო რუსულად ძმო დავაი პარუსკი მიდი ჩა ჩავიქეთ რო რამე კარგი ხვალინდელი დღე აგი ყალა ჩამო აშვება უმკლავდება მანქანა? გადაბერე და ნელია რა. გადაბერე და ეხლა უკვე ზანოს დრიფტავს და მაგრამ ტიპეს როგორ უნდა დავეციო არ ვიცი. ეს მომყებოდა და უკვე ამის გამჭრაში. მაგრამ სხვა გზა არ არის, ისე აზრი არ არის. ისე ჯობია ამათთან შევძლები და იმდანი გავხდა. ვარჯიშები ვიარეთ დილას. ეხლა ველოდები შეჯიბრი იწყება, ეხლა სემი-პროს შეჯიბრი არის და სადღაც 1 საათში დაიწყება ჩვენი შეჯიბრი. სულ რაღაც ორი გავლა მოვასწარი. მეტი ვერა, მაგრამ კლიანტები მოვხსენით, საბურავები ცოტა გადავბერე და უფრო ეს მორჩილია მანქანა, მაგრამ სიჩქარე დაგვაკლდა მაგრად. სწრაფ მანქანასთან არ ვიცით რას ვიზავთ და სინელის ხარჯზე უნდა მოვიგოთ. ვერავის ვერ გავექცევით აქ. სამ ეხა დავათვალიეროთ რა ხდება აქ. ეს არის ბეტონი, სადაც შეველეწე, აი დავიმტვერი კაკნას, ტრეკის ეგ ადგილი არის. აქედან ტრიბუნაზე რომ მოხვდე, ავტობუსთან წახვიდე ფეხით იმენ 1.5 საათი მიდიხარ. მე გადმოსვლოლოგნე კიდე 1.5 საათი. თვითონ ტრეკზე არის სხვადასხვა მანქანების გამოფენა, ექსპო არის და იქი ტრეკზე. ეს ყველა ადგილი ისე დატვირთული აქვს რა, რომ
სადღაც რომ მოძრაობს, დაკარგულში რო არის, ტრიბუნაზე თუ არ ხარ, ნებისმიერ დროს იქ მანქანების გამოფენა, აქაც მანქანების გამოფენა, გაყიდვები არის, საჭმელი არის. ერთმანეთში ისე არის, რომ ერთფეროვანი არაფერი არ არის, რა. სტაფი არის ძალიან დიდი, აი არ ვიცი. ეხლა მანქანა რო იმტრევა, რავი, 20 კაცი შედის გასაწმენდად. ტაიმინგი ისეთი დალაგებული არის, წამიწამზე არც გეძახიან, ვაფშე არ გეძახიან. იმის ცხლში გიწერია, რომელ წუთზე სად უნდა იდგე. всё. ეს ის არგენტინელი არის, მაგრა გაუწყდა რომ წააგო, მაგრამ. ეს ტრაილერი. ეს სხვა. აი ეს ის ტრაილერია, ვისაც უნდა შევხვდეთ ახლა. თავიდან რომ ჩამოვედით მაგტიპს მეთქი ოპა ნახე ტიპი ვინ არის და შეიძლება მეთქი შემოვიხედო და რა და ეხა 2 დღეა იმას რა ჩვენ რადიატორს და იმას ადუღებდა ტიპი თავისი ხელით ფორმა გავხადე თუ ადუღებინები ეხა ბედის ირონია რომ ეხა უნდა შევხვდეთ მაგას ტოპ 16-ში მიუხედავად იმისა რომ პირველი შეჯიბრია სლიკებზე და ევროპაში რაღაცას მაინც ვახერხებთ რა. ძალიან ბევრი დრო გვინდა რომ გადავეწყოთ. ძალიან ბევრი დრო გვინდა. მაგიტომ ვამბობ ხოლმე სულ რომ აუცილებელია სლიკებზე გადავიდეთ. ეს მირანდაში გამოდიოდა იმაში რა ქვია პროში. ეხლა მოყვარულებში გადავიდა, იმიტომ რომ ამ გზაზე ფიზიკურად ვერ გაკაჩავდა. ჩვენ როგორც ხამები, ხო, პროში მესამეზე გავეთ. ეხლა ვართ ტრეკის სტარტ ფინიშთან. და ნახე რამხელა, აი პროსტა რამხელა გაყოლება რა კილომეტრზე მეტია მე მგონი და მთელ გაყოლებაზე ესეთი განსხვავებული მანქანები აყენია რა. საკეთი პარკი ცარიელია. ეხა მოყვარულები შეჯიბრი მიდის და პროფესიონალებშიც ეხა ტოპ 16 არის დღეს მარტო და დანარჩენი მანქანები 44 მანქანა ვიყავით სულ და ვინც ვერ გადმოვიდა კვალიფიკაციაზე და ვინც გუშინ წააგო ყველა გაიყვანეს უკვე. ერთი ის არგენტინელი არ გადის. აჭის და კიყულოს ბოლო. არა, კაი კაცი ყოფილა. მაგას უყურებდი 4 წელი დრიფტ მასტერს დადიოდა და კარგად არ დადიოდა ეხა. მაგრამ მე ჩამოვედი. ჩემს იუთუბერი არის. დამხრევია. 600-ით გამომწერამდე ეგოგო თავის ხელით აკეთებს კომპაქტიც არის. ეს მაგრად არის აი ეს. ზედმეტად არეული გახურული პარკია. ყველა გადასული არის უკვე ჩათვალე შეჯიბრი მიდის რა. მოყვარულების შეჯიბრი მიდის და მოყვარულების მანქანები აქ არ არის ნაკლები. აქ უფრო ისაზღვრება მძღოლით. მოყვარულია თუ პროფესიონალი. მოყვარულებში ყველას მაგარი მომზადებული მანქანა ყავს რა. ისე ჩვენთან რო იყოფა ხოლმე რომ ცხენებით რომ ძლიერი მანქანა უნდა ყავდეს პროში არ არის ეგრე. ციედის ხვაობა არის. აი ამ კაცხვევით Good luck. მაგის good luck ჩემთვის რას ნიშნავს ერთი ეგ მაინტერესებს. ბიჭო არა ჯიგარი ხალხია რა ანუ აი იქით არის შეჯიბრი ნახე ერთ ტრიბუნაზე იქით ამო შეჯიბსაც შევხედოთ შეჯიბსაც ნახე დაჟე რეებს კიდე ეხლა მივიდივართ სპოტერების ადგილზე ნახე რამდენი ხალხია პროსტა შეხედე Se planta en la semifinal el piloto local Casayo Banda. Relajaros tranquilamente. ავტობუსში აი ეს ავტობუსი დადის ტრიბუნა პისტოპი არ ჩერდება. სუსავსია თან აი რიგი არის აქაც.
ავტობუსს ელოდებიან. ფეხი ფიზიკურად ვერ წახვა. ტრიბუნაზე თუ დაждები, მაგარი დაბოლილი გამოხატო. არ ვიცი, მთელი ესპანეთი პლანს ეწევა. ვაფშე, დიდი, პატარა, ბავშვი, ბებო, ბაბუა, ყველას პლანი უნდა ისეც სუნი დგას, ვერ გაჩერდები. იმენა სუშნიაკი მაქვს სოჩი. მე მგონი დაბოლილი ვიყავი, რომ დავიმტვერი. ან მე შესავალი მაგის უჩნდება და ხო მე აა Entonces, como sabéis que los pilotos se llevan muy bien entre ellos, el propio Pasi Koliseva fue a ayudar a resoldar la parte trasera del chasis de Iraklis Alikashvili. Y ahora vamos a la segunda parte de esta batalla, top 16 de la categoría Pro. Mira, Pasi Koliseva, cómo viene, muy agresivo los primeros metros el finlandés por la parte interior. Mira qué cerca ahora Iraklis. Ojo que te puedes atragantar, te puedes quedar sin drip. Problemas para Pasi Koliseva. Se quedaba recto echando el freno a mano. Iraklis lo ha visto. Otro error por parte del piloto perseguidor. Ojo que está habiendo muchos problemas, muchos errores por parte de ambos pilotos. Últimos metros, saca una rueda fuera el Celica. Ay, 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 muchas cosas a tener en... Son dos pilotos que son campeones, llevan haciendo drifting muchos años. No nos mola nada que vayan así. Vamos a ver quién se lo lleva. Los dos pilotos, uno de Finlandia y el otro de Georgia. Es impresionante el nivel que tenemos aquí en Drift Spain, que nuestro campeonato llegue hasta países tan lejanos como los de ellos. Pues va a pasar a la siguiente ronda Iraklis Alikashvili, que se planta en el top 8 y se va a enfrentar contra Pedro García y un Pasi Koliseva que cae ante el georgiano. El piloto... ესპანეთის ჩემპიონს ხდები, იცი? ის ხვითელი. Iraklis Alikashvili, que es el actual campeón de Georgia, Pedro García, que fue un piloto, el piloto que más victorias tuvo hace 2 años en la categoría semi-pro, y una lástima porque estuvo a puntito de llevarse el campeonato. Se pasa a la categoría pro y vamos a ver qué es lo que es capaz de hacer con un coche que es una gacela herida. Ahí está, ahora parece que la salida es válida, comienzan ya los coches de lado, fíjate, ahora lo celebra incluso el equipo de Pedro García, el cambio de pesos es bueno, Iraklis Alikashvili con muchísimo ángulo en esa zona, vamos allá, mira cómo parecía que perdía el drift del piloto georgiano. Ahí Pedro García, el cambio de pesos de nuevo, que está teniendo muchas correcciones, Iraklis Alikashvili que se va por la parte interior, parece que le va a adelantar incluso. ¡Wow, wow, 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 Borja! No sé exactamente qué es lo que está pasando. ¡Ostras! ¿La dirección? ¿Qué ha pasado? Hoy se baja Pedro. Desgraciado no lo ha dicho, pero sé que lo ha pensado. Pues levantamos hacia arriba la bandera y va a ser un one more time. Va a ser un one more time. Lo que has adelantado, Alberto, tú. Pedro mágicamente apareciese en la salida. ¿Tú crees que daría tiempo a reparar una dirección en 1 minuto y medio? Perdón, si mágicamente arreglan el coche de Pedro, dices. Sí. Pues sería otra batalla. ¿Tú crees que el equipo de Pedro García está intentando por todos los medios reparar esa dirección? Sí, es un equipo... ნახევარი ესპანეთი თუ არა მთლიანი გვებძვის რაღაც წესებს იგონებენ გზადაგზა. Esto que estamos viendo es precioso. Როგორმე გააძვრინო ფინალამდე, ვერ ხვდები რა ხდება. Queda 1 minuto. ერთი წუთი აქ დარჩენია. Y yo creo que más o menos tardarán unos 30 segundos para llegar a la línea. Tienen que bajarlo ya. Tienen que bajarlo ya. Ojo, 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 que pueden llegar. Ojo que pueden llegar, 10 segundos para que Pedro se presente en salida. Ya está, ya llega, va a llegar. Vamos a ver si le van a dejar salir. Porque parece que se ha presentado donde está el comisario en la zona de calentamiento. Que nos digan algo, por Dios, porque... Nos va a dar algo, Nos va a dar algo. Vamos a ver si los comisarios le dan a Pedro García la oportunidad de salir.
Mira, mira, vienen aquí los miembros del equipo de Pedro. Madre mía, tiene que salir sí o sí, ¿eh? ¡No! ¡No! No me lo puedo creer. Es que vaya papelón. შედეგიანი იყო ჩვენი ჩამოსვლა აქ, მე-4 ადგილი ავიღეთ. ძალიან ბევრი ვიწვალეთ, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ. მადლობა გვერდში დგომისთვის კროკოს, ელფს, სპორტის სამინისტროს, საავტომობილო ფედერაციას, რომ აი ესეთი შანსი მოგცეს, რომ აგვიასპარეზა. დიდი გამოცდილება აგვეღო და რა თქმა უნდა, შემდეგ ეტაპებზე მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. გულშემატკივარს დიდი მადლობა მინდა მოუხადო, რომ ესე გვამხნევებდით კომენტარებში საქართველოს დროშა ისპამებოდა და კომენტატორმაც მითხრა ბოლოს რომ რა ხდებოდა ორგანიზატორებმაც მითხრეს რომ ეს რა იყო და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩვენთვის რომ შევდიოდით შეცრულ ხედავდი დიდი мотиваციას მაძლევდა რა და მაგან ესე მაინც მიგვატანინა პედესტალამდე რა ყველაფერი ესპანეთის ჩემპიონატი რო განვიხილოთ ეხლა თავიდან ბოლომდე რო დავიწყოთ ჩამოვედით თუ არა ძრავი ქონდა ჩასადები LSX-ი ჩავდეთ შიგნით. გავათენეთ 2 დღე არ გვეძინა. მე წავედი ტრეკზე გავტესეთ, ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ვარჯიშებზე მოხდა ის, რომ წვიმა იყო და ამ სლიკებზე გადასვლა ისთან ძალიან ჩქარი ტრეკი იყო. გავეთანი და ეგრევე რო არ დამტყურო, ეგრევე ტკავდა გავერჩი კიდეს ძალიან მაგრა დავიმტვერი. მანქანის გაკეთება გიკოს და გაბელიას მადლობა მინდა უთხრა მაგაზე რომ აი მე ნახდათ არ მეგონა რომ გაკეთდებოდა იმიტომ რომ მარჯვენა მხარე ვაი სვაბი რადიატორი რავი ყველაფერი დაიმტვრა უკან ძალიან მაგარი ავარია მომივიდა მაგრამ დავდექით სტარტზე ვარჯიშები თითქმის არ მივლია თითქმის კი არა არ მივლია ვარჯიშები და ეგრევე დავდექით ტოპ 32-ში ტოპ 32-ში ხა არგენტინელი დრიფტ მასტერს დადით ეგ 4 წელია პირველ გარბენზე OMT მოგცეს შემდეგ არბეზე დაიმტვრა, ნახავდით მაგასაც. გადავედით შემდეგ ტურში და ის მიხაროდა, მე რომ მეორე დილას იყო ვარჯიშები, ტოპ 32 იყო შაბათს და კვირას იყო უკვე დილას ვარჯიშები და მე უკვე ტოპ 16 იწყებოდა. ვარჯიშებზე აქ ეგრე არ არის რომ რამდენსაც გინდა ივარჯიშებ საქართველოში რო გვაქვს. და ერთი გარბენი რო გავაკეთე, მეორე გარბენს ველოდებოდი და ვიღაცა დაიმტვრა. ნახევარი საათი ქონდა სულ 16 კაცს და მარტო 2 გარბენი მოვასწარე. ნუ რაღაც დონეზე მაინც მანქანა ასე თუ ისე უკეთესი იყო, იმიტომ რომ როცა შეჯიბზე გავდიოდი, აი ტოპ 32-ში, გინ ტოპ 16-ში, როცა შეჯიბზე გავდიოდი, იქ რაღაცების ცდის უფლებას ვერ ვაძლევდი ჩემ თავს, რომ გზა გამეარა მინდოდა, რომ რაღაც მოდი გადავწევ უკან მოდი ისე, ვაი და გამნოლებულიყავი. და ვარჯიშებზე რაღაცეები ცოტა მოვზომე, მე გადავედი ტოპ 16-ში, ტოპ 16 დაიწყო და ტოპ 16-ში აი პირველი ვიდეო ისაც ნახე ტრაილერიდან ნუ სელიკა ჩამოიღეს და რაღაცა ფინელი კაცი არის, ძალიან მაგარი. გვეხმარებოდა, რადიატორი დაგვიდუღა და შევხვდით მაგას. მაგასთან მოვიგეთ, გაუსწორდა. აი ეს წვალებით მივდიოდით რა, აი გამოძრობა რასაც ქვია, ეგ სიტუაცია ქონდა. მაგის მე დაიწყო ტოპ 8 და ტოპ 8-ში უკვე შევხვდით ესპანეთის ჩემპიონი არის ეგ და ამ შეჯიბრის სპონსორი არის მაგის გუნდი. თან 2 ჟიურის მაკაცი არის, ერთი ვერნარი იყო და მეორე ესპანელი პორტუგალიელი და მაგათი ბრატი არის რა ესე რო ვთქვი. ანუ პირველ გარბენზე, ანუ ჩემი აზრი იყო და მე ნუ მოგიყვებით ახლა ჟიურისთას ველაპარაკეთ. პირველ გარბენზე რო წავედით, რო დავიძარით, სიჩქარე ვერ შეცვალა და არ ვიცი, ქვემოთ გაარტყა თუ რა მოხდა, მანქანა გაუჩერდა და მე ახლიდან გადმოვიდა და დაძრა. რა ეგ წესი არის 0, მე შიგნიდან ეგ დავინახე და ვიგზენი, მაგრამ ნუ შენ მაინც უნდა გააგზელო, ხო? ვაი და ფიქრობ, რომ ჟიური ვერ დაინახოს. პირველი ეს ზაედი რომ მორჩა, მეორე ზაედზე, პირველ ზაედზე გაუფუჭდა მანქანა. და ანუ ჩემი შეხები და ჩემი კონტაქტის გამო არ გაფუჭები მანქანა, ანუ თავისი გაუფუჭდა მანქანა. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე 25 წუთი ველოდებოდი მაგ ტიპს სტარტზე. 25 წუთი.
წესით 5 წუთია ყველას. მაგის მერე ბაირანიო, გავიარე ბაირანი და ანუ იქ გეوار და რავი 1000% უკვე ფიქრობ შემდეგ იმაზე, OMT-ო ეგეთი რამე არსად არ ხდება არც ერთ ქვეყანაში, რავი, სადაც დრიფტი არსებობს და სადაც ჩემპიონატი ხდება, ეგეთი რამე არც დახს. 5 წუთიანის მაგალითად 25 წუთი მიცეს. პირველი გავნულდა, მეორე პირველი რომც არ განულებოდა და მე განულებოდა სიტყვაზე განულებოდა მე. ანუ ის რო სტარტთან არ მოდის, ეგ არის DNF. ანუ გამოითიშა ასპარეზობას და ანუ მოგებამჩებოდა მე. წესებსაც როგორ იცავდნენ, რომ შემოვედი, ყველაფერი ხო ეს FIA სტანდარტებით მოცვია და მანქანა და ყველაფერი შეამოწმეს და ასე შემდეგ. და ანუ ჩემი ეს პარცოკებს ასაც ვეძახით. ანუ ეს არის SFI სტანდარტი, ანუ ამერიკული სტანდარტი არის, ანუ FIA არის ევროპული და SFI არის ამერიკული. ამერიკული სტანდარტი ბევრად უფრო მძიმეა და უფრო ესეთია რა, ძვირიანი რო ვთქვა და უფრო მეტ safety რეგულაციას მოიცავს და ესენი დამიბრაკეს. ო, ესო არ შეიძლება. მაგრამ მე აღმოჩნდა რომ თურმე იქ 25 წუთი და ის ბაირანის მერე OMT შეიძლება. ასე რომ არ ავშოს, რაც აქამდე მეგონა რომ ესე ყველა გვეხმარებოდა ის. საბოლოოდ მაინც საქმეზე რომ მიდგა მაინც თავის ქვეყნისკენ გადაიხადნენ. და ნუ რაღაც დონეზე ვეოდოთ, მაგრამ სხვა ესეთ დონეზე როცა ზაიზდი შედგებოდა და პატარა უპირატესობა მექნებოდა და შეიძლება მოგება იმაზე მიეცათ, ეგ რაღაცა ვიცოდი, რომ სხვა ქვეყანაში ხარ, საქართველოსდან ხარ, ესპანეთში ხარ, ჟიური იქიდან პორტუგალიიდან, უფრო სხვა ის იქნებოდა მიდგომა. მაგრამ ეს სრული კოშმარი იყო, ეგეთი ამე ასე ხდება თვითონ ეხა შეჯიბრის მერე ვერნარს ველაპარაკე და ვერნარი არის Drift Masters-ის მსაჯი, რომელიც რავით ერთი მგონი 10 წელია მსაჯობს. ფორმულა დრიფტის მსაჯი არის, ომანშიც ეგ არის მსაჯი. საჯობას რაც შეეხება, ანუ ეგ არის ყველაფერი. Drift Masters-ის წესებსაც ეგ წერს. ხო და ვერნარს ველაპარაკე ცალკე და მითხრა რომ მეო შენ მოგეციო, მოგებაო, საერთოდ რო ხდები რა მოხდაო. მე სპეციალურად ავდექი და მივედი სამივენი ერთად რო იყვნენ. იმათმა პასუხი ვერ გამცეს. მე ვერნარს ვკითხე და ვერნარმა მითხრა რომ ესო ჩემი პირველი და ბოლო აქ ყოფნა არისო. და სამი ჟიური იმიტომ არსებობსო რომ მაინც დიპლომატიურად მოიქცა სამი ჟიური იმიტომ არსებობს რომ ყველამ თავის თავზე პასუხი აგოსო. და ნუ საბოლოოდ ეხა იმათ უბრალოდ ის უთხარი მე რომ თუ ეგრე აპირებენ გაგრძელებას მე აღარ გავაგრძელებ ასპარეზობას, იმიტომ რომ სისულელია რა. მაგრამ ნახოთ რა ვიცი, წესებში გვიწერიაო, ხა წესებს ძალიან არ ჩავუმავდები, მაგრამ სრული სისულელი პასუხი ვერაფერზე ვერ გამცეს. არანაირი პასუხი ამას არ ქონდა. მე რაც შეეხება ჩეპასთან ვიარეთ. Irakli Sarikashvili ha hecho también un trabajazo después de haber estado chocando contra el muro en los entrenamientos del viernes. Irakli Sarikashvili es un auténtico pilotazo y Georgia tiene un campeonato de drift muy fuerte, pero Alex Kolomnia viene de ser campeón de Rusia. Vamos a ver cómo lo hacen. Fíjate, ahora Irakli Sarikashvili muy fuerte. Viene ahora Alex Kolomnia por la parte externa. Fíjate, está pegándose muy fuerte ahora. Irakli Sarikashvili. El cambio de pesos es bueno para ambos pilotos. Ahora parece que hay un poco más de distancia que acaba de pasar Borja. Uy, parecía que tiraba de freno de mano Alex Kolomnia en medio de la zona de aceleración porque si no lo colocaba el coche. Descubramos quién va a ser el siguiente finalista. Joao Vieira, que está pendiente también de esta batalla porque de aquí va a salir su rival en la final. Irakli Sarikashvili de líder, Alex Kolomnia de perseguidor. Ya están en la zona de aceleración, ya están totalmente de lado. Ahí está el piloto de Trinity Racing que no se despega del georgiano. Irakli Sarikashvili que mantiene el coche de lado por la parte interior. Ahora Alex Kolomnia parece que se va a ir fuera, pero lo mantiene sobre lo negro. Ahí están buscando la parte interior para irse fuera. Toca la rueda trasera derecha a la tierra. El georgiano, un Alex Kolomnia que está haciendo una presión impresionante a Irakli Sarikashvili. შეპასთან მე ხა გარბენი არ მინახია, მაგრამ სპორტელმაც მეცხრა უპირატესობა ქონდაო და წავაგე. მე მესამეზე ბრძოლა იყო. მესამეზე რო გავდიოდი, იმის გუნდელი იყო, ვისაც მერვეზია ეს ვიწყარ სპონსორია მეთქი ეს და ანუ ვიცოდი რომ აი რაც არ უნდა მოხდარიყო და მაგრამ მოქმედებს ეგ რა რომ ვიცი რომ შანსი არ გაქვს რა. Ver las batallas de la categoría Pro. Así que vamos a por esa lucha por el tercer y cuarto puesto entre Igor Derenko e Irakli Sarikashvili.
Arranca, ya están los dos coches totalmente de lado. Bastante ventaja, bastante más velocidad por parte del piloto de Nerol y Lucan Ram. Mira ahora Irakli que le está costando seguirle el ritmo al piloto de Nerol. Ojo, se tiene que ir a la parte interior para volverse a la parte exterior. Lo está haciendo bien ahora Igor Derenko, que le está marcando muchísimo ritmo. Muy rápido Igor Derenko. Irakli Saakashvili, que ha aprovechado ahora la curva farina para intentar pegarse, pero le ha costado seguirle el ritmo. Esta batalla, el tercer y cuarto puesto, que va a arrancar y arranca ya. Irakli Saakashvili, que ya está de líder en la zona de aceleración. Igor Derenko va a intentar pegarse lo máximo posible a su rival para ver si fuerza el error del piloto de Leno Baitadeo. Es el piloto campeón de Georgia. Empiezan a rellenar la caja, se va un poquito por el interior. Ahora Irakli Saakashvili le está costando rellenar esa zona. Ahí Igor Derenko se está adaptando bien a la línea, a pesar de que no es la línea ideal por parte del georgiano. Ojo que podría sacar la rueda de fuera. No, lo mantiene sobre lo negro. Últimos metros, se iba por la parte interior Igor Derenko los últimos metros. მე ჩემ მაინც ვეცადე მიუხედავად ვარჯიშებელი ვიყავი საბურავები მანქანა ნახევარი მანქანა მქონდა ვაისფაბი ესე გვედგა ხა ჩემი სიარულით თემაში მე კმაყოფილი არ ვარ და ვიდეოებშიც ნახავთ მაგრამ კაი გარბენები არ იყო და ვერ იქნებოდა იმიტომ რომ სულ რაღაცას ვებზოდი პირველ რიგში ჩემ მანქანას ვებზოდი იმის მაგალითად მე და ჩემ მანქანას რო გვებზოლა მოსაგებად ერთმანეთს ვებზოდით შიგნიდან ბევრი კომბინაცია გავაკეთეთ ხან საბურავების 3 და 5-ზე გადავბერეთ მე 2 და 2-ზე დავწერთ სოფტები ქონდა მედიუმები გადავანაცვლეთ ეს ამორტიზატორები დავაგრუბეთ მე დავარბილ აი ყველაფერს ვაკეთებდი დრო არ ქონდა იმის გამო რომ პირველ რიგში იმის გამო რომ პირველი ეტაპი იყო და ჩვენთვის და მეორე ის რომ ანუ ეგრევე ავარია მომივიდა და ვარჯიშები არ ქონდა და ვერაფერი ვერ გავწესეთ თან ამით სუიცლებოდა ხან წვიმდა ხან ისეთი წვიმა წამოვიდა რომ გააჩერე შეჯიბრი ვარჯიშებს ეგრე ხდებოდა ანუ პირველად წვიმდა მე მშრალი იყო მე ის და ანუ ეს ეტაპიც ვერ მოვარგეთ მაგრამ ნუ თემაში მე კმაყოფილი ვარ მე-4 ადგილზე გავედით კაი გამოცდილება მივიღეთ სლიკების გამოცდილება და ბევრი მუშაობა მოგვიწევს უკმაყოფილო ესე თემაში არ ვარო ბოლოდინი მქონდა რომ ესეც იქნებოდა უკმაყოფილო ვერ ვიქნები იმიტომ რომ ისეთ რაღაცეებში გადავძვერი და გადმოვძვერით რომ ნუ მაინც გავძვერით მე-4 ადგილს რო გვაქვს ეგაც გაძრომის ხარჯზე გვაქვს რა მაგრამ იმდენი იწვალეს ბიჭებმა გერგიკომ ლევანიმ კალანდიამ ქობულამ ღამეები ვათენეთ მაინც ვფიქრობ რომ დამსახურებულია ნაიკი ჯიურის ხედავ მიდის მაინც კიდე მინდა რომ დაველაპარაკო ბოლომდე მაინც ვერ ამოვიღე ჩემი ანუ მე მთავარია რომ გამოცდილება მივიღე ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე კმაყოფილი იმით ვარ რომ ვერ არის ვინც ვთვლი რომ საჯა საქართველოში ერთ-ერთ ეტაპზე იყო ფასზე იყო ჩამოსული დრიფტმასტერის რაჯი ისაც რომ ჩემ ხარეს დადგა ბოლომდე მაგიტო გვგონდა თავს ესე კმაყოფილოთ ეს რო ვთქვა იმანაც მოგეუბნებით აღიარა რომ სიგიჟე მოხდა კაცმა ყველა თვალწინ თქვა ორგანიზატორების და ჟიურის თვალწინ ესე ყველანი და კიდე თქვა მე რო ვლაპარაკობდი რომ გამაჩერა და მითხრა რომ ესო ჩემი პირველი და ბოლო ჩამოსვლა ესპანეთში აქ ვეღარ ვნახავთო და მე ვუთხარი რომ მეთქი მე ისე შეჯიბრებს ველი მეთქი რომ ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მეთქი და ძალიან მაგარი კაცი ერთხელ იყო საქართველოში და გუშინ დილას თვითონ მოვიდა და მელაპარაკა რაღაცეები რამე ხო არ გიჭირსო და ძალიან მაგარია ასე რომ თემაში მაინც მაყოფილი ვარ მე-4 ადგილით რაღაცას იმდენ რა თქმა უნდა სუპერველობისთვის იბძვის ყველა მის დევიძე მოდის ნებისმიერი მონაწილე ჩვენც რა თქმა უნდა მარტო პირველი გაგვახარებდა მაგრამ მე-4 ძალიან გვიხარია ასე რომ შემდეგში ისე ვიზავრო, ისეთი უპირატესობით მოვიგო, რომ ეგ შანსიც არ დავტო. ასე რომ დროებით. და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, გამოიწერეთ არხი.